აი ამ განცდებშია მარიამი და რომ მოტრიალდება უცებ ხედავს კაცს ოღონდ რო ხედავს ამ ადამიანს იესო არის რა თქმა უნდა ეს იესო ეცხადება ოღონდ რაღაცნაირად სხვანაირად გამოიყურება ეს იესო სახარებიდან არის უკვე ეს მომენტი რომ იესო ეუბნება რომ დედაკაცო რასასტիր ესე მის თავში ესე ჩამოყალიბდა ეს აზრი რომ აი ალბათ ესე იგი ალბათ მესაფლავეს მოესმა ჩემი ხმა შევეცოდე და მოვიდა რომ მანუგეშოს რომ რაღაცა მითხრას ხო და ეს ეუბნება რომ შენ თუ აიღე უფალი ჩემი მითხარი სად დადევი ეს ეუბნება მესაფლავეს და აი ხარი თან საინტერესო მელეტი ეპისკოპოსის საოცარი არის მსჯელობა მარიამს ელაპარაკება ისევ აი რაღაცა გაჩერებული კადრია წარმოიდგინე და მარიამს ეუბნება რომ მარიამ მაგან აიღო ხო ოღონდ სადადო არ გეტყვის ხო და ისე ძალიან საინტერესო თანა აქვსო ის რაც აიღო თანა აქვსო რა შენ რასაც ეძიებ მის ხეულს აი აგერ არის თვითონა აიღო და არსად არ დაუდევს ხო და თვითონ არის მპარავი ვისაც შენ ელაპარაკები მაგან მოიპარა ოღონდ თვითონ არის მოპარულიც ანუ რაც მოიპარეს და რასაც შენ ეძებ ესე იგი აი ის არის თვითონ ვინც აიღო და რაც აიღო ისის თვითონ არის მოკლედ ეს ეუბნება მარიამს ხო და შემდეგ ესე იგი თითქოს გვიხსნის იმას რომ დაინახა და ვერ იცნო უფალი იმიტომ რომ სხვანაირად გამოიყურებოდა და ხმაც კი გაიგო მისი და ვერ მიხვდა რომ ეს უფალი ელაპარაკებოდა და ეუბნება რომ ხო ეგ არისო მაგან აიღო თვითონაც ეგ არის რაც აიღეს ოღონდო შენ რაც გინდა იმ სრულს ვერ შეგისრულებსო ანუ მარიამს უნდა რომ ეს სხეული დაიბრუნოს ხო და ვერ მოგცემს ამ სხეულსო ვერ დაგიბრუნებსო კი არაო მიახლოების უფლებასაც ანუ აი ხელი ნახავთ ახლა ჩვენ როდესაც ეს ეუბნება რომ შემომეხები და შეხების უფლებასაც არ მოგცემსო რა თანამ იესო სახელით არ მიმართავს ესე იგი მანამდე მარიამის მენა და მხედველობა არის დახშული და ვერ ხედავს და ბოლოს ესე იგი აი რომ გამოაფხიზლებ ადამიანს რა იესო ეუბნება მარიამ და აი ამ მომენტში უცებ გადაიყარა ეს რაღაცნაირი ღრუბელი თუ რა ვიცი რა ქვია ამას ესე იგი მისი გონებიდან და თვალებიდან ეს რაღაცა აფარებული ვითქონდა რაღაცა და უცებ დაინახა. აი სწორედ ამ ერთგულების, აი ამ განსაკუთრებული სიყვარულის ასად თუ აღსანიშნავად პირველი ეჩვენა მარიამ მაგდალინას.